მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირნათლად ასრულებს ნაკის ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს. ტყუილი ასე შეფასა ფაქტმეტყმა მამუკამდინარაძის ეს განცხადება. ევროინტეგრაციის გზაზე ნაკის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობა შეაფასა თავად ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო იმ მიზეზით შეაშერა, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებების კურსი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. კერძოდ 2024 წლის 30 ოქტომბერს მიღებული კომუნიკაციის დოკუმენტით ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ამავე კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა უპირველესად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტიევროპული რიტორიკის გაძლიერებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეაჩერა. ევროკომისიის შეფასებით საქართველოს უკუსვლა განიცადა ყველაზე მნიშვნელოვან პირველ კლასტერს მიკუთვნებულ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. კერძოდ ევროკომისიის შეფასებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს უკან დაიხია მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით. ევროკავშირის მოწოდებების გათვალისწინების ნაცვლად კი გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადაოდების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა ოფიციალურად და განაგრძო ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთავსებელი ნაბიჯების გადადგმა. ამ ნაბიჯებს შორის იყო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, მაუწყებლობის შესახებ კანონში და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ასევე შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ბევრი სხვა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გასული თვეების განმავლობაში მიიღო. ამასთან ევროკომისიის მიერ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ბოლო მე-7 ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია და პირდაპირ აცხადებს, რომ 2024 წელს მიღებული კანონები უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო ბაზას და არღვევს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. კერძოდ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ქართულმა ოცნებამ რისკის ქვეშ დააყენა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი უვიზო რეჟიმის. ემოღნიშნულის გათვალისწინებით ფაქტმეტრი მამუკამდინარაძის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით. ტყუილი, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.